არა, დადასტურდება თუ არ დადასტურდება ეს მისი პირადი საქმეა. მე ძალიან მაგონებს ეს ოქროაშვილის ბალადას. ჩემს უფრო მნიშვნელოვანი ახალი არაფერი არ წერა ისეთი რაც ამ 7 თვის განმავლობაში ან გაზეთებში ან ტელევიზიით არ ყოფილა. ამიტომ შინაარსს საუბარი ზედმეტად მიმაჩნია იმდენად აბსურდული რამეა. ჩემს უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი. ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, რომ ისე ეშინი ამ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის ცოტა მე მგონი ეპარებათ კიდეც. რაც შეეხება ახალა ეს ისევე მეორე, მან უნდა დაადასტუროს, ანუ ჩამოვიდეს და რაც უნდა ის მოუყოლია. ეს მისი საქმე ისევე მეორე. ძალიან გავს ეს ოქროაშვილის ეპოპეას, კლავი მეორე. ახლა ეს თანამშრომლებს 80% თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ეხლა უკვე ნამდვილად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული. ასე რომ ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვები მათ შეიძლება უმტყუნოს, ბევრი რაღაც გარიგებაში შეიძლება შევიდეს. ძალიან დასანანია თუ ეს დადასტურდა, რომ ესე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება და 19 აპრილამდე 5 დღეა მე მგონი დარჩენილი და კიდევ ბევრი ესე ვთქვათ ხუხაშვილის თავში მოხარშული ავადმყოფობა შეიძლება იხილოს საზოგადოებამ.